Komunikatori iPhone X-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი 3D Touch ტექნოლოგია. ინჟინერებმა ეს ფუნქცია სხვადასხვა პროგრამის დასაწერად გამოიყენეს. მაგალითად შექმნეს ელექტრონული სასწორები, რომელთა დახმარებითაც მოუხმარებელი ამა თუ იმ საგანს ტელეფონის ეკრანზე ანთავსებს და მის წონას ადგენს. კომპანია Apple-მა კი მოუხმარებელს მოუწოდა, რომ მსგავსი ტიპის პროგრამები არ გამოიყენონ. ბრენდის წარმომადგენელთა განმარტებით ამგვარ რეკომენდაციას რამდენიმე მიზეზი აქვს. შესაძლოა ეკრანზე მძიმე საგნის განთავსებამ ტელეფონი დააზიანოს. ასევე შესაძლებელია, რომ ეგრეთ წოდებული სასწორი პროგრამები ნარკოტიკული ნივთიერებების ასაწონად იქნეს გამოყენებული. თუმცა რეკომენდაციის მთავარი მიზეზი კომპანია Apple-ის საერთო მიდგომაა, რომელსაც არ სურს, რომ ინტერნეტ მაღაზია Apple Store-ში იყიდებოდეს მოწყობილობის მხოლოდ ერთ კონკრეტულ ვერსიასთან თავსებადი პროგრამები. კომპანია Apple Google Maps მსგავს მომსახურებების შექმნაზე მუშაობს. საუბარია პროექტზე Indoor Survey, რომელიც შენობებში ნავიგაციის სისტემას წარმოადგენს. პროგრამა ინტეგრირებული გადამცემის დახმარებით ფუნქციონირებს. ადგენს მოუხმარებლის ადგილმდებარეობას, ასკანერებს რადიო სიხშირის სიგნალებს და სივრცეს. მიღებულ ინფორმაციას კი უთავსებს iPhone-ის გადამცემების მიერ მოწოდებულ მონაცემებს. პროექტის ავტორების თქმით, Indoor Survey დამუშავების პროცესშია, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გამოვა დასრულებული პროდუქტის სახით. Facebook-ის ფუნქცია Music Stories მოხმარებლებს საშუალებას აძლევს ერთმანეთს 30 წამიანი მუსიკალური კომპოზიციები გაუზიარონ. აუდიო მასალის მოსმენა ან შეძენა შესაძლებელია ისეთ მუსიკალურ სერვისებში, როგორებიცაა Apple Music, iTunes და Spotify. საინტერესო ისაა, რომ მომხმარებელი ამას სოციალურ ქსელშივე სერვისების გადასვლის გარეშე ახერხებს. მუსიკის გასაზიარებლად საჭიროა ტრეკის ბმულის კოპირება და მისი განთავსება Newsfeed-ში ან პირად მიმოწერაში, ხოლო სასურველი ტრეკის ყიდვა Facebook-ში ხდება. თუ ისტორია გიყვართ, წარმოგიდგენთ ორიგინალურ ვებ რესურს histography.io. საიტის შემქმნელებმა მსოფლიო ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღები ამოკრიფეს და ინტერაქტიული ვიზუალიზაცია მოახდინეს. მათ ისტორიული მოვლენები თემატურად დაახარისხეს და ისეთი სფეროები მოიცეს, როგორებიცაა ლიტერატურა, მუსიკა, პოლიტიკა, ტექნოლოგიები, სამხედრო კონფლიქტები, ხელოვნება, მეცნიერება და მრავალი სხვა. დროის სკალაზე მოვლენები წერტილების სახითაა გამოსახული. მათი გააქტიურებისას მოუხმარებელი კი ეცნობა კონკრეტულ მოვლენას, რომელზეც ვიკიპედიის შესაბამისი ბმულია მიმაგრებული. Komunikatori